გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ბრძოლის ხმა და ჩვენი სპონსორია კომპანია ლიდერ სპორტი. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ახალგაზრდა მებრძოლი გიორგი მალანია, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ გახდა ორგანიზაცია VLF-ში ჩემპიონი 63 კილოგრამ-წონით კატეგორიაში, რაც არის ძალიან სასიხარულო და ისტორიული ფაქტი, რადგან გიორგი გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამ ორგანიზაციაში მოიპოვა გამარჯვება და გახდა ჩემპიონი. გიორგი, როგორ ახარ გილოცავ გამარჯვებას? კარგად და მადლობა ძალიან დიდი პირველ რიგში მოწვევისთვის, დაფასებისთვის. ძალიან კარგად გგზნობ თავს, მადლობა. ბედნიერი ვარ, რომ შრომა დამიფასტა რა. გვიხარია ჩვენს გვიხარია შენი გამარჯვება. მაგერ კიდე ჩემპიონის გამარჯვებით კიდე ჩვენს ქვეყანაში ჩამოიტანე, ეს არის ძალიან დიდი წარმატება, შრომის ფასი და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი. საჩემპიონო ბრძოლამდე არ მისულხარ ისე მარტივად და საინტერესო არის შენი პირადი ისტორია, როგორ დაიწყო. ჩვენ ყავს ძალიან დიდი გულშემატკივარი და კარგი იქნება თუ უფრო ახლოს გააცნობ შენ თავს 1-2 სიტყვით და მოგვიყევი ზოგადად ამ გამოსილების შესახებ. მოხვდი ორგანიზაცია VLF-ში, მაგრამ მანამდე გაიარე ძალიან დიდი გზა და თუ შეიძლება ამაზე მოკლედ რომ მოგვიყვე და მე კიდე რაღაც შეკითხვებს დაგისვამთ. მოკლედ მქონდა ბევრი შანსი იმის რომ VLF-ში მოხვედრილიყავი. პირველი შანსი საიდანაც მე გამოვჩდი იყო ორგანიზაცია Max Fight-ი, რომელმაც მომცა დიდი შანსი, შესაძლებლობა რომ ჩემი თავი გამომეჩინა კარგად. რამოდენიმე ბრძოლები ჩავატარე და მე აქედან უკვე რამოდენიმე პროფესიონალური ბრძოლები რო ჩავატარე, მე შემდეგ მოხვდი VLF-ში. Max Fight-ის პირველი ჩემპიონი ხარ. ხო, Max Fight-ის პირველი ჩემპიონი ვარ. 4 კაციანი ტურნირი მოვიგე მან და ანუ აქედან დაიწყო, მაგრამ როცა VLF-ში მოხვდი, მაშინ მქონდა ყველაზე დიდი მარცხი რა, ესე რომ ვთქვათ, პირველი ბრძოლა, როცა მივედით მაგ ორგანიზაციაში მოხვდით უბრალოდ. ეს დებიუტი იყო არ? დებიუტი იყო, ხო, პირველი ტურნირი იყო მაშინ და მაშინ იყო პირველი მარცხი, ესე რომ ვთქვათ რა და აი მაგედან პირველი მარცხი, მე შემდეგ კიდე ერთი შანსი მომცა ორგანიზაციამ და ესე რამოდენიმე ბრძოლები, ბევრი შრომის შედეგად ჩემი მწვრთნელის დამსახურებით რა თქმა უნდა. შენ როგორ რეკორდი გაქვს იმაში VLF-ში, როგორ ამოწევ? VLF-ში მაქვს 4 გამარჯვება და 1 მარცხი. 4 ბრძოლაში უკვე საჩემპიონო ბრძოლაც მიიღე ტურნირის, ხო? არა, ბოდიში 6 გამარჯვება და 1 მარცხი. ხო, სულ 7 ბრძოლა, ხო? კი, სულ 7, კი. მაგრამ პირველივე იყო მარცხი. პირველივე იყო მარცხი და მარცხი და мотиваცია. ხო, მარცხი და мотиваცია, რა თქმა უნდა რა. უფრო გამაძლიერა ეს რო. შენ სანამ VLF-ში მოხდებოდი, ეგ დაახლოებით 3 წლის წინ, ხო? დაიწყო უკვე პროფესიონალური იმაში ბრძოლა, ხო? კიკბოქსინგში და პირველი შენი გამოსვლება იყო Max Fight-ი და შენ როგორ ფიქრობ, როგორ გზნობდი თავს, როცა Max Fight-ში იბრძოდი, კონკურენცია როგორ იყო და როგორ ფიქრობ, რამდენად დაგეხმარა? კონკურენცია იყო ძალიან კარგი რა. იმიტომ რომ მოხვდი ტურნირში, სადაც ერთ ღამეს უნდა ჩამეტარებინა 2 ბრძოლა. ხო და ეს მარტივი არ იყო ეგ ჩემთვის. ხო და იყო რა, კარგი ის იყო რა. გამოცდილება ჩემთვის. ეხლა როგორი ჩაიარა ამი? მე ვიცი რომ ხელის ტრამვები ქონდა კიდე და როგორ მკლავდებოდი ამ ყველაფერს? ოპერაციას გაიკეთე, ხო? ოპერაციას გავიკეთე, კი. ეგ იყო ზუსტად იმ პირველი მარცხის ხელის ტრამვა რომ მქონდა, მაგიტო მომიწია პირველი ბრძოლის დათმობა. ხელის ტრამვა მქონდა მაშინ და აქედან მოყოლებული მაწუხებდა, მაგრამ ეხა კარგად, არაფერი ისეთი, რომ ხელი შემიშარლოს. ეგ ძალიან დიდი ტურნირი იყო და მზადების პერიოდს მაგარი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად ჩემ დროს საერთოდ პირობები არ იყო, მაგრამ მაინც ესეთ გამოსცილი მებრძოლებიც მაინც ასე თუ ისეა, მაინც დეფიციტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან მაგარი კლუბი ქონდა, მაგარი თვითონ შიგნით დარბაზში ქონდა ძალიან სერიოზული კონკურენცია, მაგრამ ისეთი დრო დაემთხვა, რომ მაინც და მაინც ესეთ გამოსცილი სპორტსმენები არ ყვავდნენ და ეხლა დღეს შენ VLF-ში სად მოემზადე, ვისთან ერთად გაიარე, როგორ მოაბით ამ ყველაფერს თავი? ჩემ კლუბში რა
მებრძოლთა კლუბ დავითიანში. ჩემი მწვრთნელის დახმარებით, ჩემი გუნდის დახმარებით, ერთობლივი მუშაობით, არცაც წასვლა არ დამჭირდა, არიან ჩემს გუნდში ისეთი ბიჭები, რომლებიც წინააღმდეგობას მიწევენ და ემზადები იდეალურად რა ყველა ბრძოლისთვის. და იდეალურად მომემზადე, სპორებიც გავიარე 10 დღიანი ბაკურიანში. ჩემ მწვრთნელმა ბევრი იმუშავა ამაზე. მეც ვიყავი. ხო, ვიცი. კარგი იყო, კი, კარგი. ის 6 დღე ბოლომდე. ხო, მან მეც ვიყავი, მეც ხედავდი რა მაგარ ფორმაში იყავი და დარწმუნებული ვიყავი ეს შედეგს რომ დადებდი. ამაში მართლა დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ არ ველოდი კონკრეტულად ამ ბრძოლების ასე მაგრა წაყვანა, ეს მაგალითად პირველი ბრძოლა ფაქტიურად 3 რაუნდი იჩხუბე, მაგრამ 3 რაუნდში ჰქონდა დომინაცია. ბოლო რაუნდში ნოკდაუნიც ჰქონდა, ანუ საერთოდ შანსი არ დაუტოვე ამ იმას სპორტსმენს და როგორ იყო კონკრეტულად ამათვის ამ იცოდი ვის ეს თავისთავად იცოდი ვის ხდებოდი, მაგრამ თუ შენი სპარინგ პარტნიორები ართმევდნენ თუ არა თავს, მაგალითად როგორც იმ სტილს, რა სტილშიც შენ მოწინააღმდეგეები ყავდა და ზუსტად რა ის ვიცოდით, ვის ვეჩხუბებოდით, მაგის სტილიც ვიცოდით. ზუსტად არაფერი განსხვავება არ იყო რა, აი რაც ვიმუშავეთ ის დამხვდა ყველაფერი რინგზე რა და აი უკვე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა რა, ის კომბინაციები რაც დამუშავებული მქონდა, აი რა უნდა მემუშავა, ის მუხლი ვარჯიშობდით მაგას ყველაფერს რა, ისე ჩემი სპარინგ პარტნიორები ზუსტად ისე აკეთებდნენ რა, იმიტაციით მაგ ყველაფერს და მოკლედ უცხო არ იყო ჩემთვის. იქ რომ მოვხვდი, ეგრევე ჩემ მწვრთნელმაც მითხრა რომ აი ეს ის არის რა, რაღაცა კომბინაცია ქონდა, მარცხენა ჯები ქონდა მუცელში რა, აი სულ მაგით იწყებდა. ეს რომელი? პირველი ბრძოლა. ანუ ჩინელი ზაო ხო? ზაო რა გვარი იყო? ზაო ჩონგიან, ზაო ჩონგიან. ანუ ეგ იყო მესამე ნომერი იყო რეიტინგით, ხო? ეხლა რო უყურებ რეიტინგებს, მესამე ნომერი, ანუ არ არის მარტივი თემა, მიხვიდე ორგანიზაციაში როგორც ეს VLF-ი გახდა მესამე ნომერი, ამას ძალიან დიდი გამოსცემლობა უნდა. და ეხლა ჩვენ ვიმყოფებით მეორეზე. ხო, კი, მანამდე მივალთ მანამდე. უბრალოდ იმის ხმა მინდოდა რომ მოწინააღმდეგე იმის აღნიშვნა მინდა რომ მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი და გამოსილი იყო. შენ სანამ ამ ჩემპიონი გახდებოდი, იყავი მერვე ნომერი. ზაო იყო მესამე ნომერი, რომელსაც პირველ ბრძოლაში ნახევარფინალში ეჩხუბე და ეს იაპონელი ხო კიდე ფინალში ვისაც შენ ეჩხუბე. ასაჰისა ხო? ასაჰისა იყო რომელი ნომერი? მე-7 ნომერი თუ არ ვსწრები, ხო? არა, მეორე ნომერი არის ეხლა. ხო. მანამდე იყო მე-7, ანუ რეიტინგში ორივე მებრძოლი იყო შენზე წინ. კი. შენზე წინ იყო ორივე მებრძოლი. მათ ჩამოვიტოვეთ ესენი ჩვენ დღეს, ხო? პირველი მებრძოლი იყო მე-4-ზე და მეორე მებრძოლი იაპონელი იყო მეორეზე, როცა მე ვიყავი მერვეზე. ხო. ესენი იყვნენ ჩემი კონკურენტები რა მაგ დროს. მაგრამ მე რომ მერვეზე მოვხვდი, წინა ტურნირი მქონდა 4 კაციანი ტურნირი, ისიც ანუ ერთ ღამეში მე 2 ბრძოლა გავიმარჯვე და შევედი 10 ტოპატში, ხო. ტოპატში შევედი და უკვე ტოპატში რო შევედი, ის 4-ეულიც უკვე ის იყო გამორჩეული, ვის უნდა ეჩხუბა, ის 4 მებრძოლი ვინ უნდა ყოფილიყო და მეც ვიყავი მაგათში 1 მერვე ნომერი. ესენი იყვნენ მე-4 ნომერი და მეორე ნომერი. შენი მოწინააღმდეგე. ჩემი მოწინააღმდეგე. უდიდესი გამოსილება მიიღე შენ ახლა VLF-ის VLF-ში ის გამარჯვებით, აი ამ ტიტულის მოპოვებით და მაინტერესებს შემდეგ ვიცი, ახლა ჩართული ვარ, ხო? ყველაფერში ეს მენეჯმენტში, სამომავლო გეგმებში, მაგრამ თქვენი ხედვა მაინტერესებს კონკრეტულად, მაგალითად როგორ ხედავს საკუთარ თავს, სად ხედავს შენ თავს? სად გირჩევნია? საჯობია ჩვენც გვაქვს რაღაც მოსაზრება და ვიცი რომ გაითვალისწინებ, მაგრამ შენი აზრი საინტერესო არის. მე ხა ამ ბრძოლებიდან, ამ ტურნირიდან ვაჩვენე იქ მყოფებსაც და ბევრს ვაჩვენე რომ დონეებს შორის იყო დიდი განსხვავება. მე დავამტკიცე, გავიმარჯვე, მოვიპოვე კამარი და იმის ამბიცია და სურვილი მაქვს რომ მე მოხვდე ერთ-ერთ დიდ ორგანიზაციაში, როგორიცაა One Championship-ი.
შემიძლია მან ბრძოლა, მე მზად ვარ მაგისთვის. ჩემი ფავორიტი ორგანიზაციები არის One Championship-ი, Glory და K1. ეს სამი ორგანიზაცია. შენ ხარ რამდენი წლის ხარ? მე ვარ 21-ის. 21 წლის. გავხდი 21 იანვარს გავხდი 21 წლის. იქ ვიყავი ჩინეთში, მომილოცეს. ხო. სამივე ორგანიზაცია კარგი არის, მეც გამოვყოფდი One Championships, Glory, K1 ყველა ჩემი ოცნება იყო კაერჩი ჯგუფი. ვერ მოახერხე, მაგრამ გამიხარდება თუ კაერჩი გნახავ. თან ისეთ ასახში ხარ, შეიძლება სამივე ორგანიზაციაში მოასწრო. ბრძოლა, რადგან 21 წლის ხარ, უკვე WLF-ის ჩემპიონი ხარ ამ ასახში, ძალიან შენ სახელზე ძალიან მოქმედებს. კაერთით, შენს ავტორიტეტზე და შენს გამოსილებაზე მაგარ როლს ითამაშებს, Glory შესაბამისად. მაგრამ მაინტერესებს ახლა შენ კიკბოქსინგში აპირებ გაგრძელებას, თუ რამე სხვა გეგმები გაქვს, თუ რამე გვიმალა და გვიმალი, მაგრამ საინტერესოა და ზუსტად ისე ჩვენ მაყურებელსაც აინტერესებს, შენს გულშემატკივრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს. მოყოლებული Max Fight-დან მახსოვს. ერთი დიდი არმია როგორ მოყვება შენი მეგობრების, გუნდელების და ასე შემდეგ და გითხარით შენ გეგმები კიდე. გავიგეთ რომ ამ ორგანიზაციებში გინდა მე დიდი გეგმები მაქვს ხო როგორც თქვით 21 წლის ვარ ჯერ და მინდა რომ კიკბოქსინგში თქვა ჩემი სათქმელი გავაკეთო დიდი შედეგი დავდო გამიცნოს სოფლიო დარწმუნებული ვარ უკვე ნელ-ნელა ჩემი სახელი და გვარი იციან მაგრამ მინდა რომ დიდ ორგანიზაციაში როგორიცაა One Championship და დანარჩენი ორგანიზაციები ის ბავშვობის მიზანი რაც მქონდა ის ავისრულო გავაკეთო დავდო დიდი შედეგი და მე შემდეგ ცოტა პარტერსაც დავიწყებ. კარგი, ანუ MMA-ისკენაც გაქვს გეგმები. კი, მაქვს გეგმები. კარგია. მეტი საინტერესო არის გულშემატკივრისთვის, რადგან როცა ერთ ორგანიზაციაში, ერთ სპორტის სახეობაში იგებდა შემდეგ მეორეს დაპყრობასაც აპირება ძალიან დიდი განაცხადია და მე მგონი ამის პოტენციალი გაქვთ. გუნდს მამუკა ძალიან ბევრ შრომობს შენი მსნელი და დარწმუნებული ვარ რომ თქვენ სიტუაცია არა ჩემს ცხოვრებაში ჩემი მწვრთნელი რო არა ალბათ შეიძლება ეხლა რაშები ტრავმები ხომ არ გაქვს რა? არა, არაფერი. ცოტა ხანი მასვენებს. ანუ ისვენებ ხო? გეტყობა მომატებული ხარ. ცოტა ხანი მასვენებს, მაგრამ დავიწყებთ განვაახლებთ ვარჯიშებს ეხლა. ერთი ორი სიტყვით კიდე გითხარი ვინ გეხმარებოდა სპარინგ პარტნიორები ვინ ყავდა და მათი როლი კი მოვისმინეთ, მაგრამ საინტერესოა. ჩვენი ძმა არის ნიკუშა პაპავა, სუგდიდელი ძალიან მაგარი სპორტსმენი გვეხმარებოდა გვერდში გვედგა ტუტა გაბელია ჩვენი ძმა გიორგი ჟვანია გიგა სიჭინავა ამიკო ნაჭყებია ბაძგარაძე რა ანუ ყველა მაქსვედის მებრძოლები კი ყველანი ვაფშე მთელი გუნდი ამ მომზადების დროს მთელი გუნდი აი მართლა ჩემზე მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდნენ რა და დიდი დამსახურება მათი და მოვიკითხავ ჩემ ძმებს და დარწმუნებული ვარ რომ ისინიც ძალიან მალე დიდ შედეგებს დადებენ და დიდი წარმატება ელოდებათ აუცილებლად რა თქმა უნდა მჯერა რომ ასე იქნება ბიჭები მაქსვაიტში კარგ შედეგებს დებენ ნაჭყებია არა მარტო Max Fight-ი, ბელაჯიოში იჩხუბა და ორჯერ იჩხუბა თუ არ ვსწრები, თუ ერთხელ. მე მგონი ორჯერ, ხო? ორჯერ იჩხუბა. ორივე ჯერ გაიმარჯვა და საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო ორივე ბრძოლა. ჟვანიას რაც შეეხება, ისე ხალხგაზრდა ბიჭი არის და როგორც ხედავ, როგორც მახსოვს, MMA-ში უკვე გამოცადა, ხო, თავისი ძალები. გამოცადა. და ისიც დროზე ადრე პირველივე რაუნდში გაიმარჯვა. ეხა იჩხუბობს ხო კიდე რა? კიდე ჩხუბობს, ეხა აქ 15 თებერვალს მეორე ბრძოლა აქ MMA-ში და ეს კიკბოქსერები გადავდივართ ნელა რაღაცა სერიოზულ განაცხადებს გავაკეთებს. გავაკეთებს რა დიდ სათქმელს. ეხა არავის არ ვაკნინე, მაგრამ სტრაიკინგში ვერავინ ვერ შეგვიჯიბრება.
მედია არც აქ არავის სურვილი. კი, ყოველდღე ვითარდება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, როგორც MMA, kickboxing-ი მაგარი კარგია, მაგრამ მიხარია. ჩვენ მაინც ეს kickboxing-ს წარმოადგენთ, მაგრამ იმდენად პოპულარული არის დღეს MMA, რომ რა თქმა უნდა ჩვენს ვიჩნდება სურვილი, რომ ამ სპორტში მივიღოთ მონაწილეობა, გამოვცადოთ ჩვენი ძალები და აუცილებლად დავდებთ მაგარ შედეგებს. კი. აუცილებლად დავდებთ, კი, ჯერა. მამუკაზე 1-2 სიტყვით ვლაპარაკოთ, იმიტომ რომ მამუკა ძალიან ბევრ შრომობს, ძალიან დიდი კლუბი აქვს დავითიანის. კი. და ის შრომა, ამდენი წლის შრომა, ამდენი წლის მონდომება დაუფასდა და კარგად იწყება. ანუ მე მგონი 10 უფრო მეტად დაუფასდება, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ის პირველი შანსი, რომელიც შანსიც მას მიეცა როგორც მწვრთნელს, თავი კარგად გაართვა და შედეგიც აგერ სახეზე გვაქვს. კი, აი მამუკა, ეხლა ჩემი მწვრთნელი ბავშვობიდან 13 წლის ვიყავი რომ მივედი მამუკასთან და აქედან მოყოლებული, აი მართლა მამაშვილური ურთიერთობა გვაქვს პირველ რიგში და ბევრ რაღაცას აკეთებ თელმისი ოჯახით არის ამ საქმეში ჩართული და თელი ოჯახით და აი რა ვიცი რა ვაფშე ყველაფერს აკეთებ ჩემთვის რომ განვითარდე და სწორ გზაზე დავდგე და აი ის რა მიზანიც მაქვს და რა სურვილიც მაქვს რომ ის გავაკეთოთ მეც და მამუკამაც რა თქმა უნდა ეს და არა მარტო შენთვის ახლა შენ ამ ეტაპზე ხარ პრიორიტეტი იმიტომ რომ ნომერ პირველი იყავი ვეილებში იბრძოდი მაგრამ მე ვიცი და ჩემი თვალით ხედავ რომ ყველას ერთნაირად უდგება ყველას კი რა თქმა უნდა თვის ერთნაირი ის არის მოწოდებით და მონდომებით ძალიან გუნდზე მუშაობს მაგას როცა აი მეც რომ შეჯიბრი მაგ და რაღაცა ჩემთან ერთად ბევრ სპორტსმენებზეც მუშაობს თან ჩემთან ერთად და აბა შენი ოჯახის წევრები მაგრა გაახარე შენი ძმა განსაკუთრებით ჩემი ძმა ყველაზე ბედნია ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ალბათ ყოველ ინტერვიუზე ვახსენებ შენ ძმას იმიტომ რომ მაგრამ მიყვარს შენი ძმა იყო მაქსვაიძეც იყო სუიკარდადი ჩვენთან არის კი და ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი რა ჩემი ოჯახი ჩემი მშობლები რავი იმით ვიყავი ბედნიერი რომ გავახარე პირველ რიგში და ბედნიერები იყვნენ და რომ ეს სიხარული რო განვიცადე რომ ჩემები ესეთი ბედნიერები იყვნენ ამდენი ხალხი ჩემი გულშემატკივრები მეგობრები რომ ნახე რომ ესეთი ბედნიერები იყვნენ ამის გარეშე აწი არ გამოვეცდები რომ უფრო მეჯერ და მეჯერ გავახარო უკვე პასუხისმგებლობები იზრდება იმიტომ რომ აქ უკვე არ ხარ მარტო შენ და შენი ჰობი არ არის უკვე ეს პროფესია უკვე შენ კლუბს წარმოადგენ დიდ მენეჯმენტს წარმოადგენ შენს ქვეყანას წარმოადგენ უკვე ისეთ ეტაპზე გადადიხარ რომ შენ იმედზე ბევრი ადამიანი იქნება ანუ შენი იმედი ბევრს ექნება და შენით დაიწყება დღე პირველ რიგში შენს ოჯახში შენს გარემოცვაში შენს სამეგობრო წრეში ეს არ არის მარტივი შეიძლება ამან მაგრამ დაგრუზოს გამიგე მაგრამ უნდა გაუძლო უეჭველი უნდა გაუძლო ხო იცი სპორტში შეიძლება შრომა მონდომება არ გეზარებოდეს მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ესე მყარად უნდა იდგე თუ მყარად დადგები და შენი მიზნებისთვის იშრომებ აუცილებლად ვიცი რომ შედეგიც არ დააყოვნებს და ისე იქნება ყველაფერი როგორც შენ თავში არის გაიხარე და მიხარია რომ ჩვენ ახლა კიკბოქსიორებს ვინებსაც გვინდა რომ რაღაცა ვთქვა და გავაკეთო და დიდი შედეგი დავდოთ შენი სახით ყავს ადამიანი და შეგვიძლია რომ რაღაცა შევადარიგება რაღაცები ვიკითხოთ და მე მაგალითად გახსოვს პატარა ვიყავი და შენთან ერთად რამდენი რაღაცა ის სპორები იყო რაღაცა ბევრი რაღაცა შენიდან ჩვენ მოვდივართ ჩვენ ყველა ბაჩოს ის ვართ დინასტია ბაჩოს გამოსძლები ვართ და თავარი ამომავალი წერტილი იყო ყოველთვის ეს ადამიანი და წარმატების ნაწილი შენც ხარ მინდა რომ იცოდე ეს და ვიცი რომ იცი და გაიხარე დაგვეხმარე დამეხმარე ბევრ რაღაცაში ჩვენ ყველა ქართულ საქმეს ვაკეთებთ შევადარიგებები რა ვიცი ყველაფრისთვის მადლობა რა წარმატებები მინდა გიოგი სულო ეხა
ისვენებ რაღაც მოლოდინის რეჟიმში ხარ, ვიცი და როცა სიახლე გექნება შევიკრიფოთ ისე ვისაუბროთ. ჩაუჯდეთ. პირველი ჩვენ გაგვიზიარა შენი სიახლეები და საომავლო გეგმები, ანუ კი მოგვიყევი შენს გეგმებზე, მაგრამ უფრო თითი კონკრეტული რაღაც რო გვექნება სიახლე, აუცილებლად გითხარი, გაგვაცანი, ჩვენს გულშემატკივრებს, მაყურებელსაც აუცილებლად მოუყვეთ, რადგან იცოდე რომ საქართველოში ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი, შენ რომ გაიმარჯვე, ეგ ვიდეო დავდები სადღაც 15 წამიანი ვიდეო დავდები შენი დახვედრის და მე მგონი მილიონ სადღაც 8-700 რაღაც 1000 ნახო უკვე ქონდა და რა ვიცი რამდენი 1000 კიდე მოწონება და რამდენი 1000 კომენტარი კიდე მე არ მახსოვს. ყველა პოსტი და ყველა ვიდეო შენზე რას დავდები, ყველა ვიდეო კი არ გავარდა უბრალოდ ესეთი, ხო იცი, ესეთი გულშემატკივრები, რომ კარგ სიტყვებს არ იშურებენ და რომ აი გიცნობენ და რომ გულშემატკივრობენ, ესეთი ერთგული ისინი ვიგრძენი გულშემატკივრები და კიდე უფრო მეტი ვიგრძენი ის რომ ახალი შეძენილი გულშემატკივარი ყავს, ძალიან ბევრი რეაქცია და კომენტარი ვნახე რომ არ ვიცნობდი და ისეთი სპორტსმენი ყოლია ჩვენ ყველას ეზრდება და ასე შემდეგ. ასე რომ ყოველდღე გეზრდება გულშემატკივარი, აუდიტორია იზრდება. ძალიან ბევრი ადამიანი ახლა უკვე თვალყურს გადევნებს და ელოდება შენგან სიახლეებს. ეს სიახლეები რო გექნება შემდეგ შენგან შედეგებსაც ელოდება, ასე რომ აბა შენიც მიაწექი ჩვენ როგორც ერთ-ერთი საქართველოს წარმომადგენელი ქართველი ადამიანი, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობ და შენს გვერდით ვართ, როგორც გულშემატკივარი, ასევე პროფესიული თვალსაზრისითაც შენს გვერდით ვართ, იცოდე და მინდა რომ წარმატებები გისურვო. რა თქმა უნდა, ორგანიზაცია Max Fights, ჩვენს დიდი ხნის სპონსორს კომპანია Leaderbets, Leadersports ეკუთვნის კიდე მადლობა, რადგან ამ სპორტის განვითარებაში შეაქვს ძალიან დიდი წვლილი, ზუსტად რომ საქართველოში ესეთი მყარი ძლიერი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა Max Fight, ეს არის ჩვენი მხარდაჭერების და სპონსორების დამსახურება და მათი გარკვეული წვლილიც არის ის, რომ შენ რაღაც გამოცდილება დააგროვე შენს ქვეყანაში და ბოლოს ამ ყველაფერმა გამოიღო ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს და აგერ მაგიდაზე გვიდევს VLF-ის კამარი, რომელი კამარიც არის საქართველოში პირველი, ხო? ერთადერთი ქართველი ხარ დღესდღეობით, ვინც ამ ორგანიზაციის კამარი მოიგო, გახდა ჩემპიონი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი, რადგან ძალიან მაგარი თაობა გვესდება და მჯერა ვიცი ზუსტად რომ ეს ბიჭებიც აქ მოიტანენ ამ კამარებს. რა თქმა უნდა, მეც ეგრე ვარ დარწმუნებული. აბა წარმატებები და შენიცი, აბა. დიდი მადლობა, მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, ვინებიც ახსენე ის კომენტარები, ის რეაქცია, ყველაფერი მინდა რომ აი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენ მე ძალიან მაძლიერებთ, დიდ ძალას მაძლევთ და უფრო მონდომებული ხდები და უფრო მწყურია მაგ დროს და იცოდეთ რომ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ და ვასახელებთ ჩვენ ქვეყანას აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი ყველას და მადლობა დათო შენ მოწვევისთვის. წარმატებები. აი ხარ.